აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით წყნეთში ვიკი ბანაკი გაიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებმა და მოწვეულმა პროფესორებმა წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს და აფხაზური დამწერლობის განვითარების ეტაპები. ბანაკის მოსწავლეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და აფხაზური ანბანის შექმნის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. კულტურის სამინისტრომ ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ აფხაზურ ენაზე მიაწოდა მასალა, რომელიც აფხაზურენოვან ვიკიპედიაში 11 სტატიის სახით აიტვირთა. ეს უკვე მეორე შეხვედრა, როდესაც ნორჩ ისტორიკოსთა კლუბის წარმომადგენლები მუშაობენ ვიკიპედიაში და ატვირთავენ იმ ინფორმაციას, იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ეხება აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობას. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ჩვენ შესაძლებლობა გვეძლება ობიექტური ინფორმაცია აფხაზურ ენაზე მივაწოდოთ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს, ასევე აფხაზეთთან დაკავშირებული ინფორმაცია მივაწოდეთ მათ, მივაწოდეთ აფხაზური ენის განვითარების ეტაპების შესახებ და ზოგადად აფხაზური კულტურის შესახებ. შარშან ზაფხულის ბანაკის ფარგლებში ქართულ ვიკიპედიაში აიტვირთა სტატიები ქალაქ თბილისის შესახებ, ხოლო წელს მუშაობთ აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებზე. მეორე დღე მიმდინარეობს მუშაობა, დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, რადგანაც ვიკიპედიაში მოხდება აფხაზურ ენაზე ჩვენ მიერ სტატიების ატვირთვა და იმედია, რომ ჩვენი ეს მუშაობა ნაყოფს გამოიღებს და ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება აფხაზეთთან დასაკავშირებლად. გავიგეთ უამრავი ახალი ინფორმაცია, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც კი არ არის ცნობილი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი რაოდენობა, 176-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არსებობს და სხვა მოსწავლეების ამ ყველა ძეგლზე უახლოეს მომავალში ჩვენი მუშაობის შედეგად გაიგებენ ინფორმაციას აფხაზეთში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზურ ენაზე ინტერნეტ ენციკლოპედია ვიკიპედიაში განთავსდება ობიექტური ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. პროექტის ორგანიზატორების განცხადებით მიმდინარეობს არსებულ მასალაზე მუშაობა და მომავალში ეტაპობრივად განთავსდება სტატიები აფხაზურ ვიკიპედიაში. ჩვენ დავუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას, დავდეთ მასთან მემორანდუმი. გასულ წელს წყნეთის საზაფხულო ბანაკში ავტვირთეთ 35 სტატია ქართულ ვიკიპედიაში თბილისის შესახებ. პროექტი აღმოჩნდა ძალიან წარმატებული, იგი დააფინანსა თბილისის მერიამ. წელს უკვე შემდეგი ბანაკი მიეძღვნა თემას კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოგეხსენება თბილისში ბევრი დევნილი მოსწავლე ცხოვრობს აფხაზეთიდან. მყავს დევნილი მოსწავლეები ლიახვის ხეობიდან. უკვე ავტვირთეთ 11 სტატია ვიკიპედიაში აფხაზური წარმომავლობის ხელნაწერების შესახებ. დიდი უმრავლესობა აი ამ მოსწავლეებისა, ვინც დღეს სკოლებში სწავლობს, აფხაზეთში არ დაბადებულა, აფხაზეთი თვალით არ უნახავთ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს პროექტი მათთვის, რომ არ დაავიწყდეთ თავიანთი ფესვები და იცოდნენ თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. პროექტის პარტნიორები არიან ქალაქ თბილისის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია.